თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის არხს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? თუ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩვენ გახლავართ სამეფო კლუბის წევრები, საქართველოს სამეფო კლუბის წევრები. ეს გადაცემაც არის სამეფო კლუბის გადაცემა, გადის YouTube არხზე, გადაცემის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე და გადაცემას ჰქვია საქართველოს ისტორიული გვარები. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში. დღეს არის სვეტი ცხოვრება და სვეტი ცხოვრების მინდა რომ დღევანდელი დღე მოგილოცოთ, სვეტი ცხოვრება მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს და მინდა გამწყდებული საქართველოს გვენახოს სულმანი და გვენახოს ის დიდება, რაც ჩვენ გქონდა ისტორიულად გქონდა, ის დიდება დაუბრუნებოდეს. ამ დიდების დასაბრუნებლად ბევრი არაფერია საჭირო. არის ერთადერთი. მე ამაში ღრმად ვარ დაწუნებული, გაერთიანება და ერთობა საჭირო. თუ გავერთიანდებით, თუ ერთობა იქნება ჩვენ შორის და არ იქნება მტრობა და არ იქნება შუღლი, ჩვენ ესე იგი ვერანაირი მტერი ჩვენ ვერ დაგვამარცხებს. და ვიქნებით დავამარცხლები და ავაშენებთ ისეთ საქართველოს, როგორიც ჩვენ გვინდა. დღეს დღევანდელი გადაცემაც, როგორც წინა ორი გადაცემა, ვალერი ხივშიაშვილთან ერთად წავიყვან, ვალერი ჩაგვერთვება შემდეგში ცოტა მოგვიანებით და გაგვაცნობს რამოდენიმე გვარს. და დღეს მეც რა თქმა უნდა, რამოდენიმე გვარით ვარ წარდგენილი თქვენ წინაშე და მინდა ასე ვთქვათ, გაგაცნოთ ის გვარები, რა გვარებიც, ესე იგი, რა გვარებსაც წერენ ჩვენი გადაცემები ფაქტურად გვაქვს, ესე იგი, ვაკეთებთ თქვენს მოწერილობებზე, თქვენს წერილების საფუძველზე ვაკეთებთ ამ გადაცემებს და საკმაოდ კაი გამოხმაურებაც არის. ძალიან ბევრი ესეთი მადლიერების წერილებიც მოგვდის, ძალიან ბევრი გთხოვს შემდეგ, ესე იგი, ამ თავისი გვარის საგვარსაც ჩვენ დაუშვათ წარმოადგენთ, წერილობითი რაღაცა რო გქონდეთ სამუთები და ჩვენ ვაძლევთ ამას წინათ რამოდენიმე გვარს, ესე იგი, ვინც მომწერა თავიანთი მეილები, მე ჩვენ გავუგზავნით, გადავუგზავნით თავიანთი გვარის ისტორია, ესეთი ფორმით იქნება ეს ყველაფერი, რამოდენიმე გვერდს მოიცავს ესა და შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, თუ ვისაც გაქვთ სურვილი, რომ თქვენი გვარის ისტორია წერილობით გქონდეთ, კი ბატონო, ჩვენ ყოველგვარი რაღაცების გარეშე, რაც შემიძლია მე, რაც შეუძლია ვალერი ხიმშიაშვილს და რაც ჩვენს ხელთ არის და რაც ესე იგი ანუ ასე თქვა ჩვენს არქივში არის და ჩვენს ესე იგი თაროებზე გვაქვს შემოწყობილი, მაგას არ დაგზარდებით და რა თქმა უნდა უსაწყისლოდ გადმოგცეთ, მაგრამ რაც სიღრმისეულად თუ რამე გაინტერესებს და სიღრმისეულად თუ გინდათ შესწავლა თქვენი გვარის და თქვენი წინაპრების, მაშინ ეს რა თქმა უნდა რაღაც გარკვეული თათართთანაა დაკავშირებული. ნუ ამაზე შემდგომ. ეხლა დავიწყოთ გვარების გაცნობით. მე მინდა პირველი გვარი, რომელიც წარმოგიდგინოთ თქვენ, ეს არის კაშიების გვარი. ეს არის ქართული საგვარეულო წარმოშობა და გავრცელება კაშიების გვარი. კაშია ძირძველი ქართული წარმომავლობისაა. ენობრივად და ფონეტიკურად ის ჭიროთ უკავშირდება გვარს კაჟია. ეს მსგავსება არის, ძალიან დიდი მსგავსება არის, გამოს მკვლევართა ნაწილი მათ საერთო ფეს უკავშირებს. ძველი წყაროების მიხედვით მე-17 საუკუნის დასაწყისში დაახლოებით 1601-1627 წლებში იხსენიება კაშია მესტიაში, რაც მიუთითებს ამ გვარის უძველეს დასახლებაზე დასავლეთ საქართველოს მთიან ზოლში. კაჟი ამავე დროს იყო, ესე იგი, კაჟა იყო მეგრული სახელია
რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ძველ საქართველოში და შეიძლება აი ეს ეპონიმური სახელის გვარსახელიც კი იყოს და ანუ სახელი კაჟადან იყოს წარმოდგარი. გვარის წარმომადგენლები მოგვიანებით მკვიდრდებიან იმერეთის სოფლებში გადმოვიდნენ შემდგომ ზედა და ქვედა ბაშში, ეს არის სატრიდის რაიონია. სადაც ისინი ცნობილები იყვნენ როგორც სახელმწიფო და საბატონო გლეხები. ამგვარად კაჟიას გვართ გენეალოგიური ხაზი სვანეთ იმერეთის გარდამავალი ზოლიდან იღებს სათავეს, რაც ადასტურებს ამ ორი გვარ შორის ისტორიულ და საფუძვლიან კავშირს. ამ გვარის სამწუხაროდ ამ გვარზე ძალიან წირი ინფორმაციები არის ისტორიოგრაფიაში თითქმის შეუძლებელია რაიმეს მოძიება ვიდრე მე-19 საუკუნემდე. აი მე-19 საუკუნიდან უკვე ეს გვარი განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობს დასავლეთ საქართველოს საეკლესიო წრეებში და მრავალი კაშია მსახურობდა სხვადასხვა ტაძრებში მღვდლებად, მედავითნებად და სამღვდელო სამსახურებად. აი დავით კაშია ვაკეთა მღვდელი სოფელ ეწერში სატრდიაში ბაცხოლის ამაღლების ეკლესიაში მსახურობდა 1809-1837 წლებში. გრიგოლ დავითიძე კაშია მღვდელი სოფელ ბაში ღვთისმშობლის ეკლესიაში მსახურობდა 1857-1888 წლებში. ნიკიფორე გრიგოლიძე კაშია მედავითნე ლენჯერში 1874 წელს იფანში, შემდეგ გადაიყვანეს 1876 წელს, მე შედა მღვდელი იყო თეკალში ლენტეხის რაიონში, ხოლო 1898-1917 წლებში მსახურობდა წყალტუბოში. იოანა კაშია მღვდელი მოწამეთაში წმინდა დავითისა და კონსტანტინეს ეკლესიაში 1890 წელს იყო დაბადებული ეს მღვდელი. ეს მონაცემები ადასტურებენ, რომ კაშიების საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საზოგადო ცხოვრებაში. საარქივო და სამართლებრივ დოკუმენტებში მოძიების შემდეგ კაშიების გვარი არაერთხელ გვხვდება რუსეთის იმპერიის სენატის არქივებში, რაც მოწმობს ამ საგვარეულოს სოციალურ აქტიურობას და სამართლებრივ ცნობადობას. აი ასეთი საბუთი ვიპოვეთ, რომელიც 1900 წლის 11 დეკემბრით არის დათარიღებული სენატის პირველი დეპარტამენტის საბუთია, ესე იგი აზნაური გიორგი მეძმარიაშვილის საჩივარი ქუთაისის საგუბერნიო მთავრობის დადგენილების წინააღმდეგ, სადაც მოხსენებულია მანდატური ჯაიანი და უხუცესი კაშია. ეს ძალიან საინტერესო საბუთია. შემდეგი საბუთი, რომელიც დათარიღებულია 12 ოქტომბრით 1912 წლის სენატის სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტი არის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტსა და გლეხ კაშიას შორის ბაშის დაჩის დემარკაციის წარმოშობილი დავის გახილვაზე იყო ეს საბუთი, აგერ მითითებულიც არის, ესე იგი ისინი რა ქვია აღწერები და ფონდის ისინი რა ქვია მაგას ნომრები. შემდეგი საბუთი, რომელიც ისევ სენატის სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტიდან არის ამოღებული, რომელიც 11 თებერვლით თარიღდება 1914 წლის კაშიას საქმე, რომელიც მჟავდებული იყო ისა ქვია კაპიტალის გამოქვეყნების ლექსის კაპიტალის გამოქვეყნების გამო. ესე იგი როგორც ჩანს რევოლუციურ მოძრაობებშიც იყო ჩართული ეს ადამიანი, ეს კაშია და რომელიც ესე იგი როგორც ჩანს მჟავრი დაზის ამასთან დაკავშირებით. საზოგადოებრივ და კულტურულ მოღვაწეობაში კაშიები მე-19 საუკუნის ბოლოდან ჩნდებიან. გვარის რამოდენიმე წარმომადგენელი იყო წერა-კითხვის გამოცემელი საზოგადოების წევრი. ერთ-ერთი პირველი ეროვნული ორგანიზაცია, რომელიც მიზანი იყო განათლების და წიგნიერების შემოტანა საქართველოში, ეს იყო წერა-კითხვის გამოცემელი საზოგადოება, რომელიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა მაშინ საქართველოში და ამათი წევრი რამოდენიმე კაშია იყო სწორედ ამ ორგანიზაციის წევრი იყო, წერა-კითხვის გამოცემელი საზოგადოების წევრი. ამბაკო დომეტიძე კაშია, ბაბილინა კაშია, ვარლამ კაშია, იროდი დომეტიძე კაშია, სიმონ პავლეზე კაშია. ესე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რაღაც მე უკვე მე-19 საუკუნეში ეს ხალხი მონაწილეობდა განათლების ასე თქვათ საქმეებში.
ესე იგი სამხედრო ასპარეზზეც, ესე იგი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა სულ 11 კაშია მონაწილეობდა, მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 111 კაშია, მათგან ესე იგი 31 კაშია დაჯილდოებული იყო სხვადასხვა სახის ორდენებითა და მედლებით. ეს იყო სულ კაშიები ხა მინდა გაგაცნოთ ეს სტატისტიკური ცნობებით, ესე კაშიები სულ 876 კაშია ცხოვრობს იმაში საქართველოში, აქედან ქუთაისში 251, სამტრედიაში 229 და თბილისში 194. კაშიების გვარის ცნობილი წარმომადგენლები არიან, ესე იგი ჯანრი კაშია, ცნობილი იურისტი, წელიწადყვანდა და საბჭოთა დისიდენტი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მეუღლე. შაქრო კაშია საბჭოთა და ქართველი ფეხბურთელი, შოთა კაშია ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და გურამ კაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი. ასე რომ კაშიები საგვარეულო წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს იმ მრავალხმისეულ ოჯახთაგანს, რომელიც თავისი წვლილი შეიტანეს ქვეყნის საეკლესიო, საგანმანათლებლო, სამხედრო, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს გვარი აერთიანებს წმენას, შრომას, განათლებას და შეუპყრობას. იმ თვისებებს, რომლებმაც იგი საუკუნეების განმავლობაში გააძლიერა და განამტკიცა. ეს იყო სულ კაშიებზე, რაც თქვა მე თქვა. ახლა შემდეგი გვარი, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, ეს არის მიშველიძეების გვარი. მიშველიძეების გვარი ცოტა ისე მინდა წარმოგიდგინოთ, იმიტომ რომ შვილიშვილები ყავს მიშველიძეები და ასე ვთქვათ, ეს გვარი მიყვარს, ძალიან მიყვარს და არ ჩამითვალოთ, ესე იგი, იმაში ტენდენციურობაში. მიშველიძე, მიშველაძე, ან მიშველია, მიშველიანი. აი ეს ეტიმოლოგიურად მე ეს გვარი, მე მგონი ერთი და იგივე გვარი უნდა იყოს. მიშველიძე გვარსახელი ეპონიმური გვარსახელების კატეგორიას მიეკუთვნება. რაც ნიშნავს, რომ იგი წარმოშობილია წინაპრის საკუთარი სახელიდან. სახელის ფუძეა მიშველა, რომლის ძირი ზნური ფორმა მიშველე მომეხმარი. არ სახელის შინაარსზე უკავშირდება დახმარება, შეწევნას და ძალის მიწოდებას. ახალშობილისთვის მსგავსი სახელის დარქმევით მშობლები გამოხატავდნენ სურვილსა და იმედს, რომ შვილი ოჯახისათვის ან თემისათვის შეწევრის, ფარველობის და თანადგომის სიმბოლო იქნებოდა. ეს ძალიან საინტერესო განმარტებაა თვითონ ამ ეტიმოლოგიურად ამ სიტყვის მიშველასი. გვარის პარალელური ფორმებია მიშველიძე, მიშველაძე, მიშველია, მიშველიანი. ასევე რეგიონული ვარიანტები მიშველია, რა თქმა უნდა, სამეგრელოში და მიშველიანი არის სვანეთში არის. მე-18 საუკუნეებში ეს გვარი მოიხსენება პირველად მიწურულს, ესე იგი სამეგრელოში მთავრისა და თავად-აზნაურობის არქივებში. 1691-1714 წლების წყალობის წიგნში ფიქსირდება მიშველია. როგორც დივანი და დამწერი ეს მიშველია იყო, გვარი იყო გიორგი ლიპარტიანის კარზე. იგი მონაწილეობდა რამოდენიმე დოკუმენტის შედგენაში. ბაკა იაშვილისაც გაცემულ წყალობის წიგნში, გიორგი ფაღავას მიცემულ საბუთში, ხუხუ ფაღავასათვის გაცემულ მამული წყალობის წიგნში. ეს ფაქტი ცხადყობს, რომ მიშველაძეთა გვარის ერთმა შტომ უკვე მე-17-18 საუკუნეში მოიპოვა საწიგნობრო სამდივნო სამსახურის სამეგროს თავადთა გარემოცვაში. ეს რას ნიშნავდა? ახლა მინდა ამას ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ ეს დივანი წიგნობარი დივანი ეს იყო ის თანამდებობა, რომელიც ესე იგი აზნაურთა ფენის პრეროგატივა იყო და მათი პრივილეგია იყო. ეს იყო სახელო, რომელიც ესე იგი უნდა ან შეიძლება იშვიათ შემთხვევაში მსახურთა კატეგორიიდან ყოფილიყო ამ თანამდებობაზე დანიშნული ადამიანი. მე-19 საუკუნეში ესე იგი ეს გვარი შუახენ და მიშველაძეები აქტიურად ჩნდებიან ეკლესიის მსახურებად. 1864 წელს თარგამულის წმინდა გიორგის ეკლესიაში მოღვაწეობდნენ იოანე მიშველიძე, ღვდელი იესე მიშველიძე, პრიჩეტნიკი ეკლესიის მნათე დიაკვნის და თანამდებობის მასთან ის იყო რა მნათე იყო ასე ვთქვათ რა მოგიანებით მეტიკული ჩანაწერებიდან ვიგებთ რომ სპირიდონ მიშველიძე მსახურობდა როგორც პრიჩეტნიკი რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს გვარის წარმომადგენელთა ეკლესიურ ესე იგი აქტიურობას. ეკლესიის მსახურება მიშველიძეებისათვის არა მხოლოდ საწმუნებელ მოვალეობას, არამედ სოციალურ სტატუსის გამტკიცებასაც წარმოადგენდა. რადგან 19 საუკუნის საქართველოში მღვდელმსახურება და აზნაურობა ხშირად ერთმანეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
ეს იყო დაკავშირებული კიდე იმასთან, რომ ესე იგი რუსული თვითმმართველობა რო შემოვიდა საქართველოში და რუსული კანონები უკვე ფეხი მოიკიდა საქართველოში და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს მაქვს ლაპარაკი ჩვენ ვიცით რომ მე-18 საუკუნეში ეკატერინემ ჯერ მან პეტრე პირველმა და მე ეკატერინე მეორემ შემოიღეს ტაბელა რანგახ ესეთი ის იყო სადაც ესე იგი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაწინაურებულიყო ესე იგი იერარქიულ კიბეზე დაწინაურებულიყო თუ შეასრულებდა იმ რაღაცა მოთხოვნებს და თუ მიაღწევდა იმ რაღაც საფეხურს შეიძლება ესე იგი გახდარიყო აზნაური და ანუ დაწინაურებულიყო სოციალურ იერარქიაზე და ის სოციალურ კიბეზე აწეულიყო ერთ საფეხურით მაღლა ასეთი იყო ესე იგი ხა მე მინდა ამ შემთხვევაში შევეხო საეკლესიო მოღვაწეობას და არა მარტო მას ესე იგი როგორ იყო ესე იგი თუ პირველი წიგნით 6 წიგნი არსებობდა სულ იმაში რა ქვია მაგას თავადაზნაურთა საკრებულოს 6 წიგნი არსებობდა პირველი წიგნში შედიოდნენ ის ადამიანები რომლებიც დავუშვათ თავიანთი კეთილშობილება, ანუ აზნაურობა, თავადაზნაურობა, მას ჰქონდა 100 წელზე მეტი ხნის ისტორია ჰქონდა. ან ესე იგი ნაბოძები ჰქონდათ, ესე იგი ნაბოძები ჰქონდათ აზნაურობა. დავუშვათ, თუ ადამიანი მიაღწევდა სამხედრო გზით მიაღწევდა პოლკოვნიკის ეს იყო 1850 წელს სხვა კრიტერიუმი 1850 წელს მერე სხვა იყო მე 1900 წელს კიდე შეიცვალეს და სხვა კრიტერიუმები შემოვიდა იმაში იმიტომ რომ რო ნახეს 1850 წელს თუ ძალიან ბევრი ადამიანი ბერმა ადამიანმა გამოიჩინა თავი გმირობი და თავის ესე იგი და ნახეს რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეემატა აზნაურთა წოდებას მე ადგეს და მაზად ანუ პლანკა აწიეს ანუ ესე იგი თამასა აწიეს ცოტა ზევით ესე იგი ანუ პოლკოვნიკამდე აწიეს ეს თამასა ან ესე იგი ვიც ადამიანი რომელიც მიიღებდა რომელიმე ორდენს რომელიმე სახის ორდენს ისიც ავტომატურად ხდებოდა ესე იგი აზნაური ხდებოდა თუ სამოქალაქო იმითი რა ქვია ხაზით ადამიანი მიაღწევდა სტატსკის საветნიკის ძისვიტელი სტატსკის საветნიკის ესე იგი თანამდებობას ისიც ხდებოდა შთამომავლობითი აზნაური მაგრამ იყო კიდე ესე იგი პირადი აზნაური იყო ლიჩნი დვარიანი რომელსაც ადამიანი დაუშვათ დაბალ საფეხურებზეც იღებდა რა მაგრამ მას იყო კიდე ესე იგი საპატიო მოქალაქე იყო რომელსაც მე-14 ეს იყო 14 რანგისგან შედგებოდა 14 საფეხურისგან ეს ტაბელა რანგა და მე-14 საფეხური უკვე იძლეოდა ესე იგი იმას საპატიო მოქალაქის წოდებას იძლეოდა მე-14 მე-12 მე-10 მე-9 უკვე იძლეოდა პირადი აზნაურის წოდებას, ხოლო მე-7 და მე-6 იძლეოდა შთამომავლობითი აზნაურის წოდებას. როცა ესე იგი იყო საეკლესიო მსახურებაში ეს ყველაფერი თუ დეკანოზის ან არქიმანდრიტის წოდებამდე მიაღწევდა მღვდელი, ის ავტომატურად ხდებოდა ესე იგი შთამომავლობითი აზნაური. ეს აქედან გამომდინარე ჩვენ ნანახი გვაქვს 1897 წელს სენატის ჰეროლდის ფონდში მესამე ნაწილში საგვარეულო წიგნისა ქუთაისის გუბერნიაში მიშველაძეთა საქმე უკვე ოფიციალურად დადასტურებულია. აქ ისინი შეტანილი არიან აზნაურობის მესამე ნაწილში, რაც ნიშნავს, რომ გვარი მემკვიდრეობით აზნაურებად აღიარეს. ანუ ერთი შტო მიშველიძეების გვარის ერთი შტო ესე იგი გაწინაურდა ესე იგი სამოქალაქო ხაზით და ესე იგი მიანიჭეს მემკვიდრეობითი აზნაურობა. ანუ ესე იგი 1868 წლის არქივში ვიპოვეთ ცნობა, სადაც ესე იგი ნიშნე გრიგოლ დავით და რამოდენიმე 4 იმას აქვია მიშველიძეს
ესე იგი საჩელი ქონდა შეტანილი სასამართლოში, რომ ესე იგი დაემოწმებინათ მათი აზნაურული წოდება, მაგრამ ესე იგი სენატმა არ დააკმაყოფილა მათი თხოვნა. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი რაღაც მაძიებლები იყვნენ, ასე ვთქვათ, რომლებიც რაღაც საბუთი ქონდათ, ეთქობა გააჩნდათ, სადაც ესე იგი თავიანთი აზნაურული წარმომავლობა იყო, ესე იგი წარმოჩენილი, მაგრამ რაღაცის გამო ეს საბუთი მათ ვერ დაუმტკიცდათ. ეს არის ძალიან საინტერესო და შემდგომი კვლევის საგანი იქნება აუცილებლად. მე-19 საუკუნის მიჯნებზე, ესე რუსეთის იმპერიის ეპოქაში მიშველაძის და გვარის წარმომადგენლები ასევე აქტიურად შეერთდნენ სამხედრო სამსახურში. ალექსანდრე მიშველიძე შტაბს როტმისტრი იყო, დაიჭრა 1915 წელს ახალდა მერვე ესე იგი პოლკში საზღვაო ბრიგადაში. დაჯილდოვებული იყო წმინდა ანას ორდენით და წმინდა სტანისლავის ორდენით და სხვა ჯილდოებით. ეს იმას ნიშნავს კიდე, რომ ესე იგი არა მარტო ის ესე იგი ესეც იძლეოდა აზნაურის ესე იგი ტიტულს. ამავე დროს რაჟდენ მიშველაძე დაჯილდოვებული იყო წმინდა ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ორდენით, მახვილითა და ბანტით. ხო და პოდპორუჩიკის წოდება ჰქონდა. ეს სამხედრო ბიოგრაფიით ცხადყოფს, რომ მიშველაძეები მე-19 საუკუნის მიჯნაზე იმპერიის სამხედრო აზნაურობით სარგებლობდნენ და ერთ-ერთი შტო სამსახურში მეტად დაწინაურდა. ანუ ესე იგი აქ დაიკვეთება მათ გარდა იმისა, რომ ესე იგი სამოქალაქო ხაზით მიიღო ვიღაც მიშველიძემ ესე იგი აზნაურობა, ამის გარდა კიდე 3 ადამიანი, რომელიც ესე იგი ვიბრძოდა და რაღაც გარკვეულ იმას მიაღწიეს, საქმე მაგას წოდებებს სამხედრო წოდებებს მიაღწიეს და ამავე დროს დაჯილდოებულები იყვნენ ესე იგი ორდენებით, ესენი აზნაურები გახდნენ. ეს არის ძალიან კარგი და მიშველაძე და გვარი წარმოიშვა ძველი სახელიდან მიშველა, რომელიც დახმარებასა და შეწევრას განასახიერებდა მე-17 საუკუნიდან ისინი აქტიურად ჩართებიან სამეგრელოს დიდებულთა სამაში, რა ქვია, სამდივნოებში. მე-13 საუკუნეში ეკლესიის მსახურებად, ხოლო მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან უკვე სამხედრო სამსახურშიც ესე იგი აქტიურად ჩანან და ადასტურებენ, რომ ესე იგი აზნაური ქუთაისის გუბერნიის საგვარეულოს წიგნში იყვნენ შეტანილი როგორც აზნაურული გვარი. ეს არის ის, რაც უნდა მეთქვა მიშველიძეების გვარზე, ცოტა მიშველიძეების გვარზე გამიჭიდა ჩემ სანათლისაოს გვარზე და ჩემს გვარზე ყველაზე უფრო დამიჭი საუბარი სხვების გვარზე უფრო კარგად ვლაპარაკობ, ვიდრე ჩემს საკუთარ გვარზე და ამდე ჩემი ნათლისაების გვარზე. აქედან გამომდინარე, მაპატიეთ, რომ ცოტა არ გამომივიდა ისეთი როგორც თხრობა, როგორც იკადრება ამ გვარს და როგორც საერთოდ ნებისმიერ გვარს ეკადრება. შემდეგი გვარი, რომელიც მე უნდა გაგაცნოთ, ეს არის ელარაშვილების გვარი. ამათი წინაპარნი არიან ძველად კავკასიის თვით მოსულნი, ოსთა აზნაურთაგანი, ცნობილან 1719 წელს ეყანა შვილებად, რომლის გამო გაუგვარდა ილარის შვილობა და ეწოდებიან ესენისა ილარის შვილება და არიან აზნაურადმე ცნობილი. დროსა მეფისა, თეიმურაზისა და ვახტანგისა და ტრაქტატსა შინაცა არიან მოხსენებული. ამჟამად ელარაშვილების რაოდენობა შეადგენს 57 ადამიანს. ეს არის ძალიან მცირე გვარია. ეს არ მეთქვა და რო არ გამეცნოთ თქვენთვის არ შეიძლებოდა, ეს არის ელარაშვილების გვარი, რომელიც აზნაურული გვარია და საკმაოდ ცოტანი არიან. ასევე ცოტანი არიან ენაკოლფაშვილები, რომლებიც მე-17 საუკუნიდან ცნობილი არიან როგორც მეფის კარის წიგნობრები და აღმოსავლური ერების მცოდნები. მათი წინაპრები ყარაბაღიდან ჩამოსახლდნენ საქართველოში და მალე აზნაურის წოდებას მოიპოვეს. მე-18 საუკუნეში მირზა აფრიამ ენაკოლფაშვილმა მეფე ერაკლისაგან განსაკუთრებული პატივი მიიღო. 1795 წელს ოჯახი ირანში გადაასახლეს, სადაც მანუჩარ ხანი ისპაჰანის მმართველიც კი გახდა. მე-20 საუკუნეში გვარის ცნობილი წარმომადგენელი იყო მეცნიერი ივანე ენაკოლოფოვი. დღეს საქართველოში ამ გვარის მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი შემორჩა, თუმცა ისტორია მათ წარჩინებულ და კულტურული გავლენა ოჯახად ინახავს. ამჟამად ენაკოლფაშვილების რაოდენობა დადგენა ფაქტურად შეუძლებელი, ამდენად ცოტანი არიან.
ვეზირიშვილებიც იგივე კატეგორიას განეკუთვნებიან, ესენი არიან მე-17 საუკუნეში ცნობილიანია საქართველოში, მათი წინაპრები სპარსი ვეზირის ყიას ბეგი როსტომ მეფის 1634 წელი უახლოესი თანაშემწე იყო. მოგვიანებით ნადირ-შაჰმა მის თამავლები საქართველოში სამსახურებლად გამოგზავნა. ერთ-ერთი მათგანი ვეზირიშვილი ქართველ მეფეს თეიმურაზსა და ერაკლეს ემსახურებოდა. შემდეგ კი თავად ერეკლე მეორემ მოაქრისტიანა და თავად ეწოდება უბოძა. 1803 წლის დოკუმენტში თავად გიორგი ვეზირიშვილი წერს, რომ სისხლით ემსახურე მეფეებს ირაკლისა და გიორგის და ამისათვის მიიღო ნასახიჯბაშის ნაიბობა და სამსახურებლები ჯამაგირი. ასე ჩამოყალიბდა ვეზირიშვილების ქართული ფეოდალური საგვარეულო, რომელიც სპარსული წარმომავლობის მიუხედავად ედგულებითა და მსახურებით ქართულ არისტოკრატიაში დამკვიდრდა და ამჟამად ვეზირიშვილების რაოდენობა შეადგენს სამწუხაროდ 55 ადამიანს. შემდეგი გვარი არის ზაალიშვილების გვარი ფეოდალური საგვარეულო ქართლში ბარათაშვილების განშტოება და მათი შთამომავლები არიან. ამ გვარის მესვეური იყო ზურაბ ბარათაშვილის ძე ზაალი. ძირითადად მეფის აზნაურები იყვნენ, სამეფო აზნაურები იყვნენ, ზაალიშვილები მოიხსენებიან მე-18 საუკუნის შუა ხანებში ქაიხოსრო ზაალიშვილის მიერ პაპონა წერეთლისად მიცემული ყმის გირანობის წიგნში. ამ საბუთთან ირკვევა, რომ ზაალიშვილი ვალის გერაოთ აძლევს წერეთლის ზარეულიშვილ სეხნიას, კაბანაძე კაციას, გოგიას ცოლშვილით, მამულითა და ალაგით ბეგარ ყალნით. ზაალიშვილი არის აგრეთვე სოლოღაშვილის შტოგვარის 1725 წლის გეორგობისთვის 9-ს ჰეჯუბაშვილი ხახუა კიდნულობს ტაბახველა ზაალიშვილისაგან მამულს. ზაალიშვილები მოდიან თავად სოლოღაშვილებისაგან და ნასყიდობის წიგნში ასე არიან შეტანილი. ზაალიშვილები იყო როგორც აზნაურები, ესე ყმა გლეხების. ამჟამად ზაალიშვილების რაოდენობა შეადგენს 1551 ადამიანს. ეს გვარიც, ესე იგი, არის ეპონიმური გვარია და ამიტომ არის შეიძლება იყოს სხვადასხვა წარმომავლობის, შეიძლება იყოს ზაალიშვილი, ზაალის გამოდის, მოკლედ, გვარი ზაალისგან, სახელი ზაალისგან და შეიძლება როგორც ბარათაშვილებისგან იყვნენ, ისე დაუშვათ ჩოლოყაშვილებისგან, ნებისმიერ ადამიანისგან შეიძლება, გვარისგან შეიძლება წარმომდგარიყო ეს გვარი. ეხლა მე ჩემს გადავულოცავ ჩემს მეგობარს და ჩემს კოლეგას ბატონ ვალერის სიტყვას და დაუთმობ მას ასპარეზს და შემდეგ ესე იგი რომ მორჩება, ნახოთ. გთხოვთ ვალერი, მოგესალმები აქედან და აბა როგორც შენ იცი ისე წამოგვიდგე რამოდენიმე გვარს და გაგიმარჯოს. გამარჯობათ. ვაგრძელებ ციკლს გვარების შესახებ საუბარზე ბატონ ლევან ბერაიას საავტორო გადაცემაში. მე მისი თანაწამყვანი ვარ ვალერი ხიმშიაშვილი. მოდი დავიწყოთ ჩვენ გვარებიდან. დავიწყოთ პირველად აფციაურების გვარიდან. ძალიან საინტერესო გვარია და ამ გვარიდან რამოდენიმე გვარია შემდეგ გასული. აფციაურების გვარი სათავეს იღებს გუდამაყრიდან, შავი არაგვის ხეობიდან, სოფელ დუმაცხოდან. გვარის წარმოშობა ხდება სახელი აფციასგან. ესე იგი გვარს ფუძედ უდევს მამაკაცის სახელი აფცია. აფციაურების გვარიდან მოდიან შემდეგი გვარები: ფსუტურნი, ჯაბანაურები, ჯავარაშვილები, გაგელიძეები. პირველად ისტორიულ წარებში აფციაურების გვარი მოხსენიებული არის 1659 წელს ერწო მთიანეთში. ასევე 1795 წელს 95 წელს წანისის ბრძოლის დროს სამასარაგველებში აფციაურის გვარის წარმომადგენელი იყო რაზმის ნინია. აფციაური იყო მედროში, ასევე ერთ-ერთი რაზმის ხელმძღვანელი. მე-19 საუკუნის დასაწყისში მოხდა აფციაურების მიგრაცია გარე და შიდა კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, დასავლეთ საქართველოში. იყვნენ სამეფო
იგივე სახაზინო სახელმწიფო საეკლესიო და საბატონო გლეხები. ამჟამად აფციაურები ცხოვრობენ შიდა ქართლში, ალგეთზე, თრიალეთზე, ერწო-თიანეთში, ქიზიყში, ჰერეთში, საინგილოში, სამცხეში, გურიაში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში, ვლადიკავკასიაში, სტავროპოლის მხარეს და დიდი ნოღაის ველებზე, ასევე თბილისში საკმაოდ მრავალრიცხოვანი გვარია. ამ დროისთვის საქართველოში აფციაურების გვარი 5112 ადამიანს შეადგენს. ღმერთმა ამრავლოს ყველა გვარი აფციაურების გვარიც. შემდეგ გვარზე ვისაუბროთ აზრიაშვილების გვარი. გვარი აზრიაშვილი ქართული წარმოშობისაა და როგორც ქართული გვარების უმეტესობა, შვილი სუფიქსის საფრთხით უბოლოვდება, რაც ნიშნავს ვინმე შემთხვევაში აზრიაშვილი შეიძლება წარმოიშვა სახელიდან აზრიდან ან აზრიდან. აქ შესაძლებელია იგულისხმებოდეს გონება, მხედველობა, აზროვნება. შესაბამისად, გვარი აზრიაშვილი ნიშნავს აზრიაშვილს. გვარი წარმოიშვა კახეთში, ახმეტაში მე-17 საუკუნის 20-იან წლებში. პირველი ისტორიული ცნობა ამ გვარის შესახებ გვაქვს ჩვენ მე-18 საუკუნეში სოფელ ახმეტაში მცხოვრები აზრიაშვილები იყვნენ საბატონო გლეხები. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ამ გვარის რამოდენიმე ოჯახი გადადის გურჯაანის რაიონში, საგარეჯოში, ყვარლის ხარეს, ასევე სოფელ მარტყოფში. სოფელ მარტყოფში იყვნენ საეკლესიო გლეხები. ამჟამად ამ გვარის წარმოადგენლები საქართველოში ცხოვრობენ ძალიან მცირე რაოდენობით, სულ 23 ადამიანი ცხოვრობს. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ასევე ძალიან ცოტა გვარის წარმომადგენლები არიან, ბევრ შემთხვევაში ცოტანი არიან. შემდეგ გვარზე ვისაუბრებთ ასაბაშვილი. ასაბაშვილი ეპონიმური გვარის სახელია. გვარს ფუძედ უდევს გვარში დამწყები მამაკაცის საკუთარი სახელი ასაბა. ეს სახელად ქცეული ტერმინია ასაბია, რაც მტერზე მომყოლს ნიშნავს. მოხდა სახელი ასაბიას სახლის გარდაქმნა ასაბად. გვარის წარმოშობის ადგილია კახეთი. ძირითადად ნასოფლარი არის ვეძისხევი. მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. სოფელ შილდის ჩრდილოეთით. ამჟამად სოფელი ვეძისხევი არსებობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, ასევე თუშეთისა და გომეწურის ხეობაში. პირველი ცნობა ამ გვარის შესახებ ისტორიულ წყაროებში გვაქვს ჩვენ 1660 წელს სოფელ ვეძისხევში. იქ არის მოხსენიებული ასაბაშვილის 4 კომლი, რომლებიც იყვნენ საბატონო გლეხები. ასევე 1689 წელს სოფელ შილდაში. იქაც რა თქმა უნდა იყვნენ საბატონო გლეხები. 1823 წლის საეკლესიო ჩანაწერებში სოფელ მარტყოფში ჩანს 3 ოჯახი ასაბაშვილის გვარის წარმომადგენლები. ისინი გადმოვიდნენ სოფელ შილდიდან. იყვნენ საეკლესიო სვეტიცხოვლის გლეხები. ამჟამად ამ გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ კახეთში, ასევე თბილისში, რა თქმა უნდა, და მათი საერთო რაოდენობა ამჟამისთვის შეადგენს 844 ადამიანს.
კი საკმაოდ არიან, მაგრამ უფლისმადლით უფრო ბევრი უნდა იყვნენ, იმიტომ რომ გამრავდეს ერი, იმიტომ რომ ძალიან ცოტანი გავხდეთ. შემდეგი გვარიზე ვისაუბრობთ ასიტაშვილის გვარზე. ასიტაშვილი ეპონიმიური გვარსხელია. გვარს ფუძეს თუ უდევს მამაკაცის საკუთარი სახელი ასიტა. წარმოშობის ადგილებია ქვემო ქართლი. ცხოვრობენ ამჟამადაც ქვემო ქართლში ძირითადად კახეთში სხვა შტოა ასიტაშვილებისა იყვნენ საეკლესიო და საბატონო გლეხები. ისტორიულ წყაროებში გვარი ასიტაშვილი იხსენიება 1688-1703 წელს ქვემო ქართლში იყვნენ ბარათაშვილების გლეხები. ასევე ასიტაშვილები მოხსენიებული არიან 1721 წლის ქვემო ქართლის სტატისტიკურ აღწერაში. იყვნენ როგორც საბატონო, ასევე საეკლესიო გლეხები. ძირითადად იყვნენ ბარათაშვილებისა და ბარათაშვილების განაყრების გლეხები. 1725 წელს ასიტაშვილები არიან მოხსენიებულები გლეხებად და იყვნენ ციციშვილების ყმა გლეხები. 1811 წლის ერთ-ერთ საბუთში ასიტაშვილების გვარის წარმომადგენლები იყვნენ სოფელ ველიციხეში მცხოვრებნი ვაჩნაძეების გლეხები. ამჟამად ასიტაშვილები ცხოვრობენ ველიციხეში და ქვემო ქართლში, წყნეთში ძირითადად. საქართველოში ამ გვარის წარმომადგენელი ამ წუთებისთვის ცხოვრობს, ესეც მცირე ნალევი გვარია, ამჟამად ცხოვრობენ 123 ადამიანი. გამეთანხმებით ძალიან ცოტაა. მოდი ვთქვათ ახლა ჩვენ შემდეგ გვარი აზირიაშვილის გვარია. აზირიაშვილის გვარი ქართული წარმოშობისაა. ზოგი მაგალითად მომისმენია, რომ აზირიაო აზერბაიჯანული თათრული წარმოშობისაა, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა. წარმოდგება მამაკაცის საკუთარი სახელიდან აზირიიდან. ეგენი ცხოვრობდნენ ძირითადად კახეთში, ქვემო ქართლში. ამ ორივე მხარეს კახეთში და ქვემო ქართლში იყვნენ საეკლესიო ძირითადად საახაზინო და საეკლესიო გლეხები და ამ ორივე კუთხეში ეს გვარი ურთიერთდამოუკიდებლად არის წარმოშობილი. ისტორიულ წყაროებში ამ გვარის წარმომადგენლები იხსენიებიან 1695 წელს. ჯერ პირველად იხსენიებიან 1627 წელს ქვემო ქართლში 4 სოფელში, რომლებიც იყვნენ ბარათაშვილის, ასევე საეკლესიო გლეხები. 1695 წელს იხსენიებიან კახეთში, გურჯაანში, საგარეჯოს რაიონებში, ასევე სოფელ მარტყოფში. ეგენი მარტყოფში დასახლდნენ 1836 წელს კახეთიდან სოფელ ართანიდან. ცოტა მოგვიანებით დაახლოებით 1860 წლებში აზირიაშვილები სოფელ მარტყოფიდან გადავიდნენ სოფელ სააკაძეში და სოფელ ახალსოფელში, რომელიც ამ წუთასაც ცხოვრობენ. აზირიაშვილები მარტყოფში აღარა ცხოვრობდნენ. იყვნენ ძირითადად იყვნენ საეკლესიო და საბატონო გლეხები. ამჟამად აზირიაშვილები ცხოვრობენ თეთრწყაროში, მარნეულში, მარტყოფში ბოდიშით ერთი ოჯახია, მეტი არა. საგარეჯოში, სააკაძეში, თეთრწყაროში ცხოვრობენ ღოუბანში და ამ დროს აზირიაშვილების გვარი საქართველოში შეადგენს დაახლოებით თუ არ მეშლება 390 ადამიანი.
კი არის კიდევ ეგეთი გვარი ანზაშვილები ეს გვარი მოხსენიებულია მე-17 საუკუნის ბოლოს პანკში სამწუხაროდ ეხლა ამ წუთისთვის არავით არ იცნობა რა პრაქტიკულად ამ გვარის შესახებ მაგრამ ერთ-ერთი წყაროს მიხედვით ანზაშვილები 1798 წელს გადმოვიდნენ პანკისიდან ომალავშიც იყვნენ იქ საერთოდ შოლოყაშვილების გლეხები იყვნენ გადმოვიდნენ სოფელ მარტყოფში ხოლო სოფელ მარტყოფში იყვნენ საეკლესიო გლეხები მე-20 საუკუნის დასაწყისში პრაქტიკულად ამ გვარის წარმომადგენლები გადავიდნენ ისევ კახეთში, უпростоრეთ ახმეტის რაიონში და ეხლა სულ მცირე გვარია დაახლოებით ცხოვრობს 30 ადამიანი. ეს რაც შეეხება ამ გვარებს თუ დრო გვაძლევს ჩვენ მინდა ერთი საინტერესო გვარის შესახებ გითხრათ არის საქართველოს ისტორიაში რომლებიც იყო გვარები რომლებიც ეხლა აღარ არსებობენ მარტყოფში იყო ერთი საინტერესო გვარი აფიცრიშვილი ეგეთი გვარი რომელიც იყვნენ აზნაურები მე-20 საუკუნის დასაწყისში 1907-8 წელში ემის გვარი გადავიდა თავის ძველ გვარზე და ამითი ძველი გვარი არის ჯორჯაძეები იყვნენ მე-19 საუკუნის 20-იან წლებში ცხოვრობდნენ ჯორჯაძეები მარტყოფში იყვნენ ოღონდ დაკნინებულები იყვნენ აზნაურები და ამ აზნაურები კი და ამ გვარიდან ერთ-ერთი ჯორჯაძე გიორგი ჯორჯაძე იყო მეფის არმიაში მსახურობდა იყო შტაბს კაპიტანი და იმისი შვილი დავითი პრაქტიკულად გახდა აფიცრიშვილი და ეს სახელი და ეს ზედწოდება ასე ვთქვათ გაუგვარდათ ამ ჯორჯაძეებს გაუგვარდათ სამწუხაროდ ახლა ჯორჯაძეები კი არიან ღმერთმა ამრავლოთ კაი გვარია მაგრამ სამწუხაროდ აფიცრიშვილები არ არიან ისე საინტერესო გვარია და საერთოდ საქართველოში ბევრია ეგეთი გვარი რომელიც აი ზედწოდებით მიიღებენ იქ სამხედრო ტიტულით იყვნენ თუ რა ტიტულით იყვნენ მიიღეს და ერთი მინდა გითხრათ რომ შემდგომში უფრო ვისაუბრეთ ამ გვარებს მე მგონი უფრო საინტერესო ის არის რა ქვია ამ გვარებზეც საუბარი იმიტომ რომ რატომღაც სამწუხაროდ ჩვენ დავივიწყეთ ეგეთი გვარები დრო გვაძლევთ ცოტა 2 წუთით შეგვიძლია ვილაპარაკოთ საინტერესო გვარია კიდევ ახალკაციშვილის გვარი ახალკაცის გვარის ფუძეა სახელი ახალკაცი ესე იგი კონკრეტულ სოფელში ქალაქში და კუთხეში ახალ მოსულს და ახალ დაფუძნებულს ნიშნავს ეს გვარი საქართველოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული გადმოცემის მიხედვით ყმა ბატონს გამოიქცეოდა და სხვა სოფელში შეიხიზნებოდა იგი გვარს ვერ ამჟღავნებდა ძირითადად იყო ამის მიზეზი რომ ბატონს ადრე შეეძლო რომ 30 წლის განმავლობაში ეძება თავისი გაქცეული გლეხი და დაებრუნებინა და ესეთ ხალხს შეარქვეს მერე შეერქვა სახელი ახალმოსულიშვილი ახალკაციშვილი სხვადასხვის ერთი და იგივე ის არის ეგ გვარიც ახალმოსულიშვილი ასევე ახალ შენიშვილიც არის ეს გვარზე ეგეთი გვარიცა
ეს გვარი სხვათა შორის საზიაროა აქვთ რა თქმა უნდა ქართულ გვარებშიც არის და არის ებრაელურ გვარებში ფიქსირდება პირველად ახალკაცშვილის გვარი ისტორიულ წყაროებში იხსენიება 1450 წელს ქვემო ქართლში სოფელ საბუზარში იყვნენ ბარათაშვილების გლეხები ასევე 1616-1770-იან წლებში საბატონო გლეხებად ასევე 1721 წლის სტატისტიკურ აღწერილობაში ქვემო ქართლში 11 სოფელში ცხოვრობდა ახალკაციშვილის გვარი ახალკაციშვილების გვარი თუ მაპატიებთ სოფელი მარტყოფი ეს ჩემი წინაპრების სოფელია საერთოდ ბულაჩაურია იქ მე გადმოვიდე მარტყოფში და მარტყოფზე უფრო მეტი ვიცი და მე შემდგომში მარტყოფის გვარებზეც ვილაპარაკებ გადმოვცემ ეს საინტერესო იქნება ყველასთვის და სოფელ მარტყოფისთვის ახალ სოფელ მარტყოფში ახალკაციშვილები გადმოვიდნენ ყვარლის რაიონიდან სოფელ შილდიდან სადაც იყვნენ გურგენიძეებისა და საეკლესიო გლეხები ასევე რუსიშვილებისა გულბად ჭავჭავაძის გლეხებიც იყვნენ გლეხები სოფელ მარტყოფში იყვნენ თავადი გურგენიძეების შემდეგ გურგენიძეების მერე სახლობდნენ სხვა გვარი იქ თავადები იყვნენ ამას ნახავთ იმისი გლეხები სოფელ მარტყოფში ახალკაციშვილები გადმოიყვანა გიორგი გურგენიძემ ეს იყო მორდიალი სამეფო კარზე და ეს ცენი გადმოიყვანა 1766 წელს ამჟამად ახალკაციშვილები თქვი ცხოვრობენ თითქმის თელ საქართველოს მასშტაბით მაგრამ არც ისე ბევრია ამ გვარის წარმომადგენლები ისინი შეადგენენ სულ 531 ადამიანს ძალიან სამწუხაროა ძალიან მოკლე ისა გვაქვს ჩვენ დროის ისა თორე შეიძლება საუბარი ამ გვარებზე უსასრულოდ ამით დაგემშვიდობები თქვენ დიდი მადლობა მოსმენით და ჩემი ატანისა მით უმეტეს იმიტომ რომ მე უბრალოდ მიჭირს საუბარი ჩემ დაუნებურად ამატყოფობის გამო რაც მე მქონდა იმის მერე მიჭირს საუბარი უბრალოდ და ბოდის მოგითხოთ მაგიტომ და დიდი მადლობა რომ მისმენთ გავბრძანდებოდეთ დიახ მეგობრებო ეს იყო სულ ვალერიმ ძალიან საინტერესო გვარების შემოგთავაზა ხოდა რა ვიცი აბა თუ მოგწოთ ჩვენი გადაცემები ისევ და ისევ გეუბნებით გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და რაც შეიძლება მეტი გაზიარებები ქონდეს და მეტი ნახვები ქონდეს იმიტომ რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს და აი გაიგოს თავისი გვარის და თავისი ახუნების გვარების ისტორიები ეს იყო სული საცნო მე თქვა თქვენთვის მომავალ შეხვედრაზე ძალიან დიდი მადლობა გამოიწერეთ ჩვენი არხი საქართველოს საერთო კლუბის არხია YouTube გადაცემა საქართველოს ისტორიული გვარები ლევან ბერაიას საავტორო გადაცემა მადლობთ ყველაფერს 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ მევსას ბედნიერსაც ვიმღერია კიდეც ვიმღერ შვეს ვიმღერ